დღეს გაიმართება მატჩი 1-დან მერვე ფინალი გეორგიას ბელჯამინი ანუ საქართველოს ბელჯამინი გამოვიდნენ ფეხბურთელები მოედანზე და ვარჯიშობენ საქართველოს უფრო აქტიური გვიჩანს და საქართველოს ნაკრები თქვენ ეკრანზე და ბელჯამინის ნაკრები თქვენ ეკრანზე საქართველოს ძალიან ბევრი კომაგები რო არ ყავს ჯერ იქიდან დავიწყოთ იცო ყველა ბელჯამის უკომაგებს ქართველები ცოტა არიან, ქართველი ბანები და მიქაუტაძეს აქ ბურთი ჯერჯერობით მიაქვს წინ და არ ვიცით რა სიზავს. როგორც ჩანს მას წარწვეს და ზივზივაძე ცდილობდა, მაგრამ ვერა. პირველივე ჯერზე ააცდირას ქართველებმა გოლი. წინა მატჩებში ძალიან აქტიური იყო საქართველო და დღეს შეიძლება აუნაზაუროს ბელჯამინმა და მოუგოს სამწუხაროდ, რადგან ცოტა მოდუნებული ყავს საქართველოს ლანჩი კვარაზე პასი და მიქაუტაძეს ორი კაცი ებჯვის აქეთ და მაინც აიღო ბელჯამინმა მეკარე. დღეს საქართველოს ცოტა მოსუსტებულია მიქაუტაძის გარდა მთელი ნაკრები აი ვერ დარბიან ვაფშე საერთოდ და მიქაუტაძეა დღეს ძლიერი, რადგან სადა გოლის გატანა და ისევ მიქაუტაძე რაც კაია, მაგრამ მიქაუტაძეს მოდუნა ნენელა, მაგრამ გამოსტაცა ბურთი. ამასობაში 1-0 არის პირველი გოლი საქართველოს სასარგებლოდ და ჩვენ შეხვედრაში პირველი გოლი იყო ეს. გამეორება დაღლილ საქართველოს გაიტანა გოლი, ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, დაღლილები ძალიან იშვიათად იტანენ გოლს და გაიტანა მიქაუტაძემ გოლი, ძალიან ცოტა დააკრა რომ აიღო ბელჯამინენ მეკარეს, მაგრამ არა უშოთ, რაც თავარია საქართველოს იგებს და მე მგონი ჩემი აზრით 4-1 დამთავრდება და წაგებს საქართველოს, რადგან დღეს ცოტა მოდუნებულები არიან, რადგან ერთ დღეშივე ქონდათ თამაში და თან ძალიან ბევრს ვარჯიშობდნენ, ალბათ დაიღალეს და მიქაუტაძე და მეორე გოლი რას ვამბობ არის ისევ მიქაუტაძე რას ვამბობ დაღლილია საქართველოს არა დაღლილია საქართველოს ნაკრები მიქაუტაძე მართლა მგელია დღეს მიქაუტაძე დღეს არ იხლება რამდენი გოლი გაიტანა უკვე გაიტანა მეორე გოლი შეხვედრაში ხო მეორე გოლია საერთოდ ეს საქართველოს მეორე გოლია და მიქაუტაძესი მეორე გოლია პლუს რაც ამას შეადრება ძალიან მაგარია კვარაცხელია და მიქაუტაძე ისევ კიდე მიქაუტაძე და გამოიტაცა ბურთი და ნახოთ რა სიზავს მიქაუტაძე სამწუხაროდ ვერა მაგრამ არა უშავს ქოჩვაშვის პასი ისევ არაფერი ისევ ბელჯანის აქ ბურთი ბელჯანის აქ ისე ბურთი ჯერჯერობით და დავითაშვილი ცდილობდა მაგრამ არ გამოვიდა დავითაშვილი და არაფერი ისევ არაფერი როგორც ყოველთვის პასი ზივზივაძეზეა მოდუნებული საქართველოს უკვე დაიღალენ ძალიან მიქაუტაძე მარტო ხოზზეა და არა ძალიან ცოტა დააკლა რომ აიღო ორი ბურთი აიღო ბელჯამინმა მეკარემ ორი ბურთი ვერ აიღო და 4 დარტყმა აცილა დღეს მიქაუტაძემ სამწუხაროდ ბურთი გადაუცდა საქართველოს ეს ყველაფერი ჯაგონიძეს ბრალია იმიტომ რომ ჩიქოვანი ძალიან სუსტია ახალია ნაკრებში და ალბათ იმიტომ გადაუვიდა ბურთი 3 დღეაც შემოვიდა ჩვენ ნაკრებში და 3 დღეა რაც თამაშობს და ერთი გოლი არა გატანილი მხოლოდ ერთხელ აქ ბურთი მას ფეხში მოხვედრი მხოლოდ ერთხელ წარმოიდგინეთ რა ცოტა ჯერ აქ მოხვედრილი და გადავიდა ისე ბურთი როგორც ჩანს კუთხურია და გადაარჩინეს კარი კი გადაარჩინეს და მამარდამ დაარტყა საით რა უნდა და მამარდამ რატო დაარტყა ასე პასი მიეცა ვინმესთვის ხო პირველი ტაიმი დამთავრდა და დაგიბრუნდებით რეკლამის შემდეგ იყიდება ახლა მაღაზიებში ასეთი ძაღლებით მომბრძანდით პროპლანჯი იყიდება ასეთი ძაღლები ჩვენ მაღაზიაში ახალი მაშას და ძველი მაშას მურთბინები ახლა კავეაშიც არის ვუგობაგოთ საქართველოს კომაგები აქ არიან დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ლაივში და როგორც ხედავთ ბელჯამინი არ ყავს ბურთს მაგრამ საქართველოს შეიძლება გამოსტაცოს მიქაუტაძე მაგარია დღეს დანარჩენები არ ვიცი ასაკეთებენ
კაკაბაძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, კვარასაც წაართვეს ბურთი, დღეს ცოტა დაღლილები არიან საქართველოს ნაკრები და შეიძლება მაინც გადაგვისწრონ ბენჯამინელებმა, რადგან დაღლილია საქართველო ძალიან ზედმეტად და მიქაუტაძე სტილოს მესამე გოლს და ნახოთ თუ გამოუდა კი 3 დრალი საქართველოს სასარგებლოდ. ყველა მატჩი ატომთავრდება ესე რომ საქართველოს ან 4 გოლი აქვს ან 3 გოლი. სულ ასე არის მთელი მატჩები და გამეორებას უყურეთ. პენალივით ლამაზად დაარტყა. არა პენალტისავით ლამაზი არ იყო, არა. პენალი უფრო ლამაზია ვიდრე ეს. ესეთი დარტყმა, მაგრამ სამაგიეროდ გაიტანა საქართველოს მესამე გოლი. ვერავის ვერ უგებს ეს საქართველო. და ბოდი შიტყვა უნდა მეთქვა. ვერავინ ვერ უგებს საქართველოს. ძლიერი გუნდია საქართველო. 3 ქულით აფასებენ და გადავიდა ბურთი როგორც ხედავთ. საქართველოსია ეს აუტი და კაკაბაძემ დაარტყა აუტი ზივზივაძე. მაგრამ გამოსტაცეს ისე ბურთი და შეიძლება გაგვიტანონ გოლი. ძალიან საფრთხე მომენტები ხდება აქ ახლა. ჩაყვეტაძე, ქოჩორა და პასივიზე ბენჯამინებმა და სამწუხაროდ 1 გოლი გაგვიტანეს გერმანიელებმა და ბენჯამინელებმა. ძალიან გავს გერმანიის დროშა ბენჯამინელები და მამარდა ცოტა დააყდა რომ აიღო და სამწუხაროდ გაგვიტანეს. მაგრამ ეს არაფერია. 1-3 იგებს საქართველოს. შეგახსენებთ ამას და მიქაუტაძე არტყავს. დავითაშვილი, ქოჩორა, კვარა, ლანჩი კვარა. გივიჩიკოვანი სტილო და გოლი გაეტანა, მაგრამ ვერა. პასს არავის არ უგდებს გივიჩიკოვანი, რადგან თითოეულ უნდა რომ 1 გოლი მაინც გაიტანოს და თამაში გარე იყო თუ ჯარიმა როგორც ხედავთ. აქ არაფერი არ იყო ახლა საჯარიმო ნიტყვებით ახლა. კაი რა. ტყუილად დანიშნა საჯმა ჯარიმა. სულ ტყუილად არაფერიც არ ყოფილა და შეიძლება გაუტანონ მეორე გოლი საქართველოს, რაც ძალიან წუხარება იქნება. ვაიმე. და ცოტა ფრთხილად, მაგრამ ძალიან ააცილა. მამარდა გაანახლებს თამაშს. ჩიქოვანზე პასი თუ ლოჩორაზე თუ ქოჩორა ეს ჩიქოვანზე. ქოჩორა, ლუკაკოვ, ისე ჩიქოვანი. კვარამ ჩიქოვანს გადაგვიდო პასი ადგენ. გოლი უნდა ჩიქოვანს. გოლი უნდა რას ქვია ახლა. ბავშვია ჯერ ისევ და იმიტომ მეთხოვნობს გოლებს აქეთ 13 წელისა ის და აიყვანეს ნაკრებში. გაგიგონიათ ესეთი რამე? ქოჩორაშვილი და არა ყველაფერია გივიჩიკოვანის ბრალია რადგან სისულელე ქნა და დოუკუ კასაროსში შეიცვალა და კაკაბაძე უგდეს ბურთს ვის ბენჯამინელებს. ხო, ერთი ცვლილება გვექნება. ხო, გაგრძელდება მეჩი და ზივზივაძე, დავითაშვილი და ლოჩო, კვარა, ლანჩი კვარა, გივიჩიკოვანი ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის. დავითაშვილი, მაგრამ მაინც არ გამოსდის. ისევ დავითაშვილი და გარბის წინ რა თავისუფალი გზა და ეს გოლი უნდა იყოს წესით, მაგრამ ვერა აიღო მეკარე და ზურგში მოხვდა. საჯის მიერ დამატებული 8 წუთი არ ვიცით რას ვიზარდა და მოიგო საქართველომ როგორც ხედავთ. დაგიბრუნდებით ორ დღეში.